ლელოსა და გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს შეხვდა. ირაკლი კუპრაძემ ამჯერად ავჭალა ზაჰესის მცხოვრებლებს მოусმინა. კუპრაძე ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინება, სწორედ ამიტომ ის არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებს სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას პირდება. მერობის კანდიდატმა ილაპარაკა უმუშევრობაზე, ნარკოპოლიტიკასა და იმ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები არიან. დღეს ჩვენ დილიდან გქონდა კარდაკარი ავჭალა ზაჰესის სამაჟორიტარო ოლქში, შევხვდით მოქალაქეებს, კარდაკარ ჩამოვიარეთ, განწყობა არის ბრძოლისუნარიანი, მათი განწყობა არის იმედიანი და მოლოდინით შესაბამისად 4 ოქტომბერი უნდა იქცეს მნიშვნელოვან გარდამტეხ დღედ, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში რუსულ რეჟიმს, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ შორის იმ პროტესტით, რომელიც უნდა იყოს შეუქცევადი ანტიქართული ოცნების წინააღმდეგ. ჩვენ მთავარი გზავნილი არის ის, რომ ახალგაზრდები არ უნდა ტოვებდნენ საქართველოს საკუთარ სამშობლოს, თუნდაც იმ პერსპექტივების გამო, რაც ივანიშვილმა შექმნა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ახალგაზრდებს ჩვენს ქვეყანაში, თბილისში, დედაქალაქში დაუბრუნოთ განცდა, რომ ყველაფერი არის მათ ხელში. ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, ახალგაზრდები, რომელიც არსებობს ჩვენს თაობაში, როგორც მაგალითად ნარკოპოლიტიკა, რაც საკმაოდ გავრცელებული არის, საკმაოდ პრობლემატური არის მათ შორის ახალგაზრდა თაობაში, ასევე ვისაუბრებთ დასაქმების პრობლემებზე და უსაფრთხოებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ახალგაზრდები იყვნენ მსგავს სოციალურ თემაში, ზოგადად პოლიტიკაში ჩარეულები. ვისაუბრებთ ასევე ამაზე, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა მსგავს პროცესებში. ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ვისაუბრეთ, გაუზიარეთ ერთმანეთის შეხედულებები, იდეები, თხოვნები, ის გვესაუბრა და აგვიხსნა პროგრამის შესახებ, რაც არის, ეს არის უსაფრთხოების პრობლემები, ახალგაზრდული პრობლემები, დასაქმების. გაგვიზიარა ის პროგრამა და შეხედულებები, რომელიც მას აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა გამოვიდა.